Думнус არღვევს მერაბ ჟორდანიაცის ჩუმად 7 წელი იყო. ფეხბურთის ფედერაციისა და დინამოს ყოფილი პრეზიდენტი კლუბის კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნებას ითხოვს. მედიისთვის დღეს გავრცელებულ წერილში მერაბ ჟორდანია წერს, რომ 2001 წელს კლუბის მენეჯმენტს მართვის უფლება ძალით ჩამოართვეს. საქმე კახათ არგამაძის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა, თუმცა რატომ იყო ჩუმათის სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამაზე ჟორდანიას არ უსაუბრია. როგორია კლუბის ამჟამინდელი მმართველის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის რომან ფიფიას პოზიცია და რა საეჭვო გარიგებებზე საუბრობენ სპორტულ მედიაში. აქ ცხოვრობს დინამო, ასეთია წარწერა საფეხბურთო კლუბის ბაზაზე. საცხოვრებელს ძველი მეპატრონე გამოუჩნდა. დინამოს ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ 7 წლიანი დუმილის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს თავი განცხადებით შეახსენა. საუბარია ქართული ფეხბურთის ფლაგმანის საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს საკუთრების უფლებაზე. საკითხი აქტუალურია 2001 წლიდან, სწორედ იმ მომენტიდან, როცა კლუბის მენეჯმენტ ძალისმიერი ფორმით მართვის უფლება ჩამოართვეს. მოვუწოდებ კლუბის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შეხვდნენ ერთმანეთს. სასამართლომდე მოლაპარაკების მაგიდა, ასეთია თბილისის დინამოს დამფუძნებელთაგან ერთ-ერთის, რომიკო შოთაძის პოზიცია. დიალოგისთვის მზადაა, თუმცა იმ ზეწოლაზეც საუბრობს, რომლის შედეგადაც დინამოს მენეჯმენტმა კლუბი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს კახათ არგამაძეს დაუთმო. ამაში მოაწესრიგა მეუბო მაშინდელმა ძალისმიერ სტრუქტურებმა. ძალიან მშვიდობია ფაქტობრივად ფედერაციის და ჩაერთება, იმიტომ რომ ეს საკითხია, რომელიც მარტო უხარეს არ უნდა სამხარეს არ უნდა ინტერესებს, თუმცა საფეხბურთო საყოველთაოდ უნდა ინტერესებს. სპორტულ მედიაში დინამოს მფლობელები საეჭვო გარიგებებზე დღემდე საუბრობენ. თარგამაძის შემდეგ კლუბი ბადრი პატარკაციშვილის ხელში აღმოჩნდა. საბოლოოდ კი იგი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა რომან ფიფიამ იყიდა. ჟორდანია ბევრისთვის არის მიუღებელი პერსონა. თუნდაც იმ გაუგებრობების გამო რაც ხდებოდა. გამჭვირვალეობა იყო ძალიან პატარა და ეხა ძალიან ადვილია კაც დააბრალო და შემდეგ აიტაცოს ეს მასამ. რეალურად კი ჩვენ ვერ გავიგეთ რა მოხდა. ვერ დავიჩვენებ, რომ ეს არის სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ფიფიას არ უყიდია. მეტაკეთის ოჯახისგან დინამო უბრალოდ ფიფიას გადაეცა დინამო. ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება იყო რთული, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ძალიან ბურუსით მოსული, ძალიან გასაიდუმლოებული. თუმცა არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ ეს იყო რაღაც თავისებური საჯილდაო ქვა. საჯილდაო ქვის დათმობას არაპირებს ამჟამინდელი მფლობელი. ბიზნესმენის თქმით, დღევანდელ კლუბს 2001 წლის დინამოსთან საერთო სახელიც კი აღარ აქვს. დინამოს არაფერი საერთო არ განხორციელებდა არ აქვს. ყველას ჰქონდა საშუალება, ვინც მაშინ თვითონ ჰქონდა ამ კანონიერად, რომ იემართა საკუთარ ორგანოებს, მაგრამ არაფერი არ გამიგია. ტიტულოვანი კლუბის ბედი, რომელმაც მფლობელი არაერთხელ გამოიცვალა, კვლავ გაურკვეველია. ვის აღიარებენ დინამოს კანონიერ მესაკუთრედ, სავარაუდოდ სასამართლოში გაირკვევა.